მოგესალმებით, მოვიდა უკვე შემოდგომა, ცოტა აცივდა და ბუნებრივია ჩვენ სამზარეულოშიც მოგვიდა რომ რაღაც თბილი კერძები გავაკეთოთ. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ძალიან საინტერესო რამხრივ, ახლა სულ საინტერესოა ყველაფერი, მაგრამ რამხრივ. ჩვენ გვექნება დღეს წაბლის წვნიანი. საერთოდ წაბლს მივეჩვიეთ რომ მარტო ხარშავთ და ჭამთ. მეტი არანაირი სხვა მოხმარება არ აქვს. ამდენად მე გადავწყვიტე რომ დღეს გავაკეთოთ წაბლის წვნიანი, რომელიც ძალიან გემრიელია. უბრალოდ ცოტათი რთულია, მე ხო ყოველთვის ვიძახი რომ ყველაფერი მარტივია, მაგრამ აქაც მარტივია უბრალოდ რთული პროცედურაა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით წაბლი უნდა მოვხარშოთ და შემდეგ ეს მოხარშული წაბალი უნდა გავაკეთოთ პიურე ამ წაბლისგან და დახმარება დაგჭირდება აუცილებლად აქ თქვენი ოჯახის წევრები და ჩართულობა იქნება სამზარეულოში მთელი ოჯახის. ეხლა რას ვაკეთებ? პირველ რიგში ვიღებთ წაბლს მოვათავსებთ ქვაფში ესე. მოკლედ ახლა დავადგით ჩვენ წაბლი, ეს კარგად უნდა მოიხარშოს, კარგად უნდა მოიხარშოს, ცოტა უნდა დასკდეს კიდევაც და შემდეგ გავაკეთებთ პიურეს. რაც არის აქ ძალიან საინტერესო, ეს პიურე თვითონ ეს მასა. უკვე ჩვენ ახლა მე ვაკეთებ ცოტა ფრანგულად წითელი ტკბილი ღვინოთი და ზღვის ბიბილოებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ მე აუცილებლად გაგიკეთებთ იგივე პიურეთი, თქვა შევაზავოთ ცოტა სხვანაირი, მარილი, თქვა სვანური მარილი და იგივე აი ლობიანის ტიპის რაღაცა გავაკეთოთ, ოღონდ წაბლის შიგთავსით. მოკლედ ძალიან საინტერესო ინგრედიენტია ეს წაბლი და უნდა შევუდგეთ ახლა სანამ შემოდგომა ამ წაბლის ხმარების. სანამ წაბლი მოიხარშება, ასევე მინდა რომ გითხრათ დღეს გავაკეთებ დესერტს. ეს დესერტიც და არის აი შემოდგომის თემაზე. ამ არაჩვეულებრივ მსხალს ჩვენ მოვხარშავთ წითელ ღვინოში, დარიჩინის ჩხირებით, ნეკერჩხლის соуს დავატევთ, შაქარს და აი ვანილს და აი ძალიან გემრიელი ეს სულ გაწითლდება და მოკლედ ნახავთ რები მოხდება და დავაყოლებთ ნაყინს და ისეთი თან იცით რა შეასაქმე დღეს რაღაცნაირი სტუმრები მოვიდნენ, წყვილი, აი ძალიან ლამაზი წყვილი მოვდის ჩემთან სტუმრად და მინდა რომ რაღაცნაირად დავხვდე, აი როგორც მათ შეეფერებათ, ასე ვთქვათ და მოკლედ ექნება წაბლის წვნიანი და მსხალი წითელ ღვინოში. ეხლა რას ვაკეთებ მსხალთან დაკავშირებით? ძალიან მნიშვნელოვანია მე მოვიწევს რომ ეს ყუნწი რჩებოდეს. უნდა გავთავოთ აი ისე რომ ეს მსხალი არ დაგვიზიანდეს. აი ესე. უფრო მყარი აირჩიოთ ჯობია რომ თვითონ ეს მსხალი რომ არ დაგეშალოთ, არ იყოს ძალიან მწიფე ვთქვათ. აი ესე გავთვალე მსხალი რომ ეს ყუნწი დარჩა და ახლა რას გავაკეთებ? აი ამ ძირსაც ისე მოვაჭრე. აი ესე. რომ აი ქვაბში ეს მსხალი ესე იდგეს, ნახეთ რა ლამაზია. და ახლა დავიწყებ მე ამ მსხლის მოხარშოს. როგორც ხედავთ, აი მსხლები გავთვალე, ესე ერთზე ყუნწი მომიძვრა, მაგრამ არ აუშავს. ვასხავთ ღვინოს დაახლოებით 750 გრამ, აი ესეთ ქვაბში. 200 გრამის შაქარი. მე ვაგდებთ აი ამ დარიჩინის ჩხირებს. ჭირდება ფორთოხალის კანი. აი ესე. გვჭირდება 1 პაკეტი ვანილინი. და სულ ცოტას ვამატებ ნეკერჩხლის სიროფს. ესე, ეხა ეს შაქარი თვითონ კარგად, უი რა გადასარევი სუნი დადგა. თან ნახეთ რა ლამაზად არის ეს დარიჩინის ჩხირი, ფორთოხალი და შაქარი როცა გაიხსნება კარგად, უკვე ჩავდებ მსხალს ქვაბში. თვითონ წაბლის წვნიანშიც ეს ძალიან კარგი ვთქვათ, ეხა რატო მომეწონა, რატო გადავწყვიტე რომ ეს დესერტი გამეკეთებინა. გარდა იმისა რომ შემოდგომაა და თვითონ ეს ცხელი ღვინო, რასაც ეძახიან აი გლინტვენის და აი გლინტვენის ბაზაზე უხდება ამ შემოდგომას და ზამთარს, ასევე ამ წაბლის წვნიანში ჩვენ გვაქვს ტკბილი ღვინო და ძალიან გემრიელია და ეს დაბოლოება მერე დესერტად იქნება არაჩვეულებრივი და ჩემი სტუმრები მე მგონი ძალიან კმაყოფილები დარჩებიან. შაქარი გაიხსნა და ახლა მსხლებს ესე ჩავდებ აი ამ ქვაბში. უმჯობესია ოდნავ შეიძლება და უდნავ ღრმა ქვაბშიც გამეკეთებინა.
აი, ამასობაში წაბლი უკვე მოიხარშა. ეხლა გადავიღებ რამე ჭურჭელში და უნდა გავფრთხნათ. ეხლა იწყება ყველაზე ჩემთვის რთული პროცესი. ეს არის ვიღებთ წაბლს. მოხარშულს. და ვყრით აი ამ ჭურჭელში. აი ეს მთელი წაბლი ახლა უნდა გავჭრათ ჩვენ. და ესე ჩავყაროთ ჭურჭელში. აი ესე გავარჩიე მოხარშული წაბლი, როგორც იქნა, ყველაზე რთული ეტაპია ამ წვნიანის, მაგრამ ისეთი გემრიელი რომ ღირს ეს შრომა და ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება უკვე დაბლენდერებული. წაბლის პიურე მზათა გვაქვს და ვიწყებთ ახლა ესეთ რამეს. აი ამ წაბლის პიურეს ვათავსებთ ქვაბში. ესეთი მასა გამოვიდა ეს. აი ესე. აი ესე ვანთებ დაბალ ცეცხლზე ქურას. აქ მაქვს გამზადებული ბოსტნეულის ბულიონი. აი ნელ-ნელა გავაზავებ. ეხლა რაც შეეხება კონსისტენციას, ეს არ უნდა იყოს არც ძალიან თხელი, არც პიურესავით. ამიტომ ეს ბულიონი გექნებათ აქ. ეხლა ვიწყებთ, ვამატებთ აუცილებლად მარილს. აუცილებლად ფერად პუპილს. როგორ უხდება ეს წითელი წიწაკის პატარა ესე ვამატებთ. ეხლა ვამატებთ აქ აი ესე დაახლოებით 50 გრამ ტკბილ ღვინოს. ნახეთ როგორი ფერი გახდა. აი ნამდვილი შემოდგომის მენიუ გვაქვს. ეს მარილი კარგად და ასევე გვჭირდება ნაღები. აი ეს. აი ეს სიცხარე უხდება და ესე, მე მგონი კონსისტენციაც მშვენიერია. და ეხლა იქნება ბოლო აკორდი. ეს იქნება შევწავ ზღვის ბიბილოს. აი ოდნავ მოვწვავ. აი ეს წვნიანი მზად არის უკვე. აი აქ ვდგავ ტაფას ესე. მაქვს ზეითუნის ზეთი ცოტა. აი მოვაყაროთ მარილი, ვაყაროთ პილპილი. ზღვის ბიბილო უნდა შეიწვას, აი ნახევრად უნდა შეიწვას. იმიტომ რომ აი როგორ არის, იცით, მე ძალიან პატარავდება და უკვე რეზინასავით ხდება. ამიტომ ეს უნდა იყოს გადააბრუნე, გადმოაბრუნე, მობრაწე და მორჩა. თუ არა გაქვთ ზღვის ბიბილო, ზღვის ბიბილოს გარეშეც ძალიან გემრიელი ეს წვნიანი, მაგრამ ნუ მე მაინც რაღაცა მინდა რომ ეს ელემენტი იყოს. ეს დეტალი ძალიან უხდება. აი ესე. ბოლო აკორდი, ბრენდი და ცეცხლი. აი ესე. აი ხედავთ ალბათ. აი ესეთია ზღვის ბიბილო. ესეც ესე. ეხლა აი ამ ზღვის ბიბილოს დავამატებ უკვე. წვნიანში.
და ერთხელაც თავაყრე კიდე წიწაკას. ეს წვნიანი მზად არის, ეხლა გადავიდეთ მსხალზე. აი ხედავთ ალბათ, როგორ გაწითლდა, მსხალი რა გემრიელად გამოიყოფა, ეს соусიც გაბლანტდა, მას შემდეგ მე თქვენ ნახავთ, როდესაც დავდებ თეფშზე, კიდე აი ამ соус მოვასხავ ესე და დავდებ ვანილის ნაყინს და ეს იქნება შესანიშნავი სუბუქი დესერტი. ესეც ესე. მსხალი მზად არის, წვნიანი მზად არის, შემილია დავხვდე ჩემს სტუმრებს. მე დავბრუნდი ჩემი არაჩვეულებრივი და ლამაზი სტუმრები, თორნიკა ლოგრიჭიანი და ნინო ქორიძე არიან დღეს ჩემი სტუმრები. მე თქვენთვის მოვამზადე, იცი არის, მაინც აცივდა უკვე შემოდგა, წაბლი შემოვიდა. ამ წაბლით მიჩვენოთ მოვხარშავ და ესე მივიღებ და აი მე შემოგთავაზე წაბლის წვნიანი ტკბილი წითელი ღვინით და ზღვის ბიბილოებით. საინტერესო. ცოტა უცნაური გემო აქ. მე მაგალია. ძალიან გემრიელია. ეს არის ზღვის ბიბილო? ეს არის ზღვის ბიბილო. ვა. თქვენ ახლა ზაფხულში ხო იტალიაში იყავით სიცილიაში, იქ არ მიერთვით ზღვის ბიბილო? ალბათ მივირთი ხო? ძალიან გემრიელია. ერთ-ერთი ყველაზე ჩემი საყვარელი ზღვის პროდუქტია ეს ზღვის ბიბილო. ცალკე ესე არ გვიჭამია, შეიძლება რაღაცნაირად. რამე მიქსი გექნებოდა ფრიტო, მისტო ან გრილიატა მისტა, რაღაცა მაგაში იქნებოდა აუცილებლად. დავწერა. ვა, ეს მარტო წაბლი აკეთებს ახლა ამას? არა, ამ ამბავს და ეს ბიბილო თუ კიდე არა მე სხვაში. იცი რა, არის თვითონ ეს წაბლი ხო ისეთია რა, საკმაოდ გემრიელი და მსუყია. ამაში ხა არაფერი ძირითადად დამატებული მარილი აქვს, აი ეს ფერადი პილპილი, რომელთაც მოგირთეთ ასე ვთქვათ თეფში და ეს ფერადი რატომ მიყვარს და რატომ ხმამით, რომ სხვადასხვა ფერის წიწაკაა და ძალიან არომატულია და არ არის ისე ცხარე და მძაფრი და ეს წითელი ღვინო მეტი არაფერი არა და ცოტა ნაყოფი. არა, წაბლის სუპი არ მიჭამია არასდროს მითი. და სად შეიძლება მივიღო ხოლმე ეს წაბლის სუპი, როცა მომდება? არის 1-2 ადგილი, სადაც ეგ არის ჩემ ტერიტორიებზე. და თქვენთვის დესერტიც ესეთივე რაღაცნაირი ორიგინალური მაქვს. მე თქვენ კი იყავით ზაფხულში იტალიაში და შეიგრძეთ ზაფხულის იტალიის სურნელი და ყველაფერი, მაგრამ რაღაცა ზამთარში ჩემთვის უფრო ფრანგული სამზარეულოა ხოლმე და ესეც ფრანგები ხშირად აკეთებენ ამ წვნიანს და წაბლის სუპს ამას? წაბლის წვნიანს და გაგიკეთეთ მსხალი მოხარშული წითელ ღვინოში და პორტოხლის კაიში და მთელ ამბებში. ძალიან საინტერესო იქნება. მე ძაგულივდება რომ დიდო შევპირდი დიდოს რომ ვიდიოდა იტალიაში. ხო, იყო ესეთი კი. ისეთი გადაყარებული ვიყავ. მე კი ეს ვიცოდი კი. მაგრამ მომინანია. არ მეწყინა. არა, მაგრამ შეიძლება დავეხმარე, რომ ანუ სწორ გაზეთ გახართ, ეგ მაინც ვკითხარი. კი. ას კულინარული თვალსაზრისით გასიამოვნებები დაჩება. მოგეწონა ტაურინა. და ყვება? ყვება იყო სასწაული რაღაც. ეს იყო აი ზღვის სანაპიროზე რაღაც საოცრება ხდებოდა. აი ერთი ყური და მთავარი და იქვე იჭერენ ხოლმე რვა ფეხებს და იქვე წვავენ. აი ამ მაგას ჭამს. იზოლაბელად რა. ხო. ნინო ვიცი რომ ამზადებ კარგად შეგვითო. ნუ რაღაც ვცდილობ. გამომდის. აი, ნუ შეიძლება გამოდი. არა, ნუ თან იცი რა არის, მე მაინც მგონია რომ შენ იმდენი დაძმა ყავს და რაღაცა შენ ყველაზე უფროსი ხარ, სულ გიწევდა ალბათ. კი, ეგრე არა, გარდა მაგისა გურმანი ვარ, მე თვითონ მიყვარს ძალიან ჭამა. გურმე, როგორც გითხრა ბატონმა გერაჩანკია, მაგრამ გურმანი უფრო სულად გწევ. გურმე, მაშინ გურმე. თან მიყვარს იცი აი სადღაც რაღაც საინტერესო გემოს რო დავაგემოვნებ, მე მიყვარს ხოლმე ამის რაღაცა საფუძველი. სწორედ მაგან დავიწყე მეც. ხო, აი ესე. ანუ შენ კიდე წინ გაქვს. არ ვიცი. მე ყველა მიყვარებს ამზადებ ფერს. კი არა ხო. მაგრამ გამოსადეგარია მაგრამ. რამე გემო არის რაც გახსოვს ძალიან ბავშვობიდან. ბავშვობის გემო. ამის მე ცოტა ხა ესეთი არის უცნაური კი არა და რაღაც უხერხული ლობიო მახსოვს ამოლესილი. არა, მეც მახსოვს. რა და ლობიო მე ძალიან მიყვარს. ბავშვობის გემო ერთ-ერთი ისეთი მძაფრი ეგ მახსოვს. რა რამე განსაკუთრებული იყო იმ ამოლესილში რამე ის. რაღაცა ყვაწარახის მიმართულებით და ასე. ყვაწარა, ხო, ძალიან გემრიელია. რაღაც ეთყობა იმირულ ყაიდაზე გაკეთებული ლობიის. მე ფოტოშერეს ეს შემწვარი კარტოფილი. მე და ჩემი წაყო ძალიან ბანალურია და ესეთი შეძმარი.
მაგრამ დედაჩემი წავდა, აი ძალიან გემრიელად. ეხლაც კი თანაბად მახსოვს. ძალიან დიდ ტაფაზე. დიდ ტაფაზე, აი რამდენი კაცზე ხო. ხო და ხო ძალიან გემრიელი და ისევ წავდით ხოლმე რაღაც ღამე უცებ ღამის პირველ საათზე დავსხდებოდით ხოლმე ამ დიდი ტაფის გარშემო. უკრაინული ბორში. მეც მიყვარს ეს. ეგ ბავშვებს გემარი? ხო, კი. და მაგალითად წვნიანი იმის კლოცკის სუპი თუ იცით. კი, როგორ? ხო, ცომებით აი. ну არა, კიდე საერთოდ ტრადიციულ საჭმელებს აკეთებდნენ და ძალიან გემრიელი პრასის მხარე რაღაცეები, რაც ძალიან ხო, აი. ეხლა მე მოგართვებ თქვენ იმ არაჩვეულებრივ დესერტს, რომელიც თან ძალიან კარგად გამოიყო, თან კარგად ჟღერს. ხალი წითელ ღვინოში. აი ეს ჩანს. არა, თან ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და თან რაშია საქმე ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ცხალი იხარშება ესე ამ წითელ ღვინოში. შეიძლება ხო? ცოცხელია და ფრთხილად ის თვითონ ეს რაც მოსხული აქვს ის. მე ამას ნაყინით შევაგრილებ, ხო? და მე ვერ ავიღებოდი. ცხელი არის. მე აგენელია. საინტერესოა. ძალიან. და რაღაც პირველად ჭამს ხლის ხო არ ვიცი არ ვაკეთებ ჩვენც რაღაცა საერთოდ საქართველოში არ ვაკეთებ და ამ დროს ძალიან გემრიელი მსხალი გვაქვს სხვადასხვანაირ და ტარტიც ძალიან გემრიელი ერობიც და კეთი უგემრიელეს და შეიძლება რომ ვიკითხო როგორ გექნება თუ რა შეიძლება ვიკითხო როგორ გექნება აუცილებლად მაგიტომ ვაკეთებ ამ ყველაფერს ყველამ ყველაფერი გაიგოს არა აქ ძალიან მარტივი ისე რომ აი, ახლა მომხარში მაგალითად საფერავში შაქარი, დარიჩინის ჭხირი აქვს. მე დავუმატებ ცოტა, საერთოდ ყველგან უმატებ ხოლმე რაღაცა ჩემ დეტალს. ამ მომინდა რომ დავუმატებ ნეკერჭხლის სიროპი, დავუმატებ ფორთოხლის კანი, ვანილი და ეგ არის. ოღონდ მე შემიძლია გითხრა რომ აი მართლა იმის გარეშე ზედმეტი რაღაცებია შეგიძლიათ მართლა მიჭერა ეს ხოლმე. ხო, განგენდელია მართლა და მსხალი თუ ესეთ მომეწონებოდა. დიდად არ მეყვარს ხო საერთოდ. ეს ტანდემია დაუშვათ ღვინის და ხილის დესერტი ყოველთვის თუ ხშირ შემთხვევაში. არა, ძალიან უხდება საერთოდ, აი ვაშლის ნამცხვარსაც, მსხალსაც ძალიან უხდება, აი მაგალითად ფრანგები ძალიან ხშირად ამ ვაშლის სტარტში უკეთებენ კალვადოს, რომელიც ვაშლისგან დამზადებული ბრენდი არის ვაშლის. თქვათ გერმანელები და ავსტრიელები უფრო ხმარობენ აი ამ ვილიამს ბირნე მსხლის ჭაჭას და იმას ხმარობენ. იტალიელები გრაპას ხმარობენ ძალიან ხშირად ამ დესერტებში და საერთოდ ეს ღვინოც და ღვინის ბაზაზე დამზადებული ყურძნის ბაზაზე ჭაჭა და კიდევ ძალიან უხდება საჭმელს, აი ძალიან შემადგენელი ნაწილია რა. და თან რა თავარია, მსხალი გვაქვს სულ საფერავი თითქმის ყველას აქვს სახში და ძალიან მარტივი გასაკეთებელია, რომ გააოცოთ თქვენი სტუდენტები. კეთიანო ისე ამაზე შემიძლია ხო რომ მოგაკითხო ხო? იცი რა ეს ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ მოგაკეთებ აუცილებლად შეგატყობინებ. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ნინო გაგიკეთებს სახში. ხო. ნინოსაც შემოგვიყვება. გაგიკეთებ. მადლობა. გააქვთ რამე ერთიანი გეგმები ისეთი სამუშაო? ერთიანი გეგმები საერთოდ იცი რა არის? ნახე საერთო გეგმად, რა ვიცი, საერთოდ რასაკვირველია. რა ვიცი, ცოტა ხნის წინ გადაღებას, ანუ მე გადავიღე ფილმი. ხო, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი არის. კინოცენტრში მოვიგეთ დაფინანსება. კიდე აჭარის კულტურის სამინისტროს გამოყოფს რაღაც გრანტს, ეს ფონდი და გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, იყო კოსტიუმების მხატვარი. გავაკეთეთ ჩემ მეგობართან ერთად, მეგობრებთან, ნოდარ ნოზაძესთან, ლაშიც ქვითნიძესთან და ირაკლი მეტრეველთან ერთად და რა ვიცი, ხანში ალბათ ნახავთ ყველა. მართლა? კი, ნუ ჯერ ახლა რაღაც თავისი გზა ჭირდება, როგორც ხდება ხოლმე საფესტივალოთი და ასე შემდეგ და მე თბილისში ვიხილავთ. და აი ძალიან ბევრს მოგზაურობთ, აი ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავს მაგალითად. აი ეს რა ის უცნაურობა, პეკინში რო ვიყავით მაგალითად, ნუ მიყვარს ახლა ჩინური რასაკვირველია და მეგონა რომ დაახლოებით იგივე ჩინური დამხვდება და იქაც, მაგრამ ნუ სხვა დამხვდა, აბსოლუტურად სხვა ჩინური დამხვდა, ნუ ერთი
10 დღე გამოგვივიდა იქ ყოფნა და დაახლოებით 6 დღე საერთოდ ვერ ვებჯამე. იმიტომ რომ თავიდან სანამ თურმე რაღაც ადგილებიც არსებობს სპეციალურად. სანამ ვიპოვეთ ეს არაჩვენებრივი. ხო, ბოლოს ისეთი ადაპტირებული. ბოლოს ისეთი რესტორანი ვიპოვეთ, რომ მართლა ეგეთ ჩინური არ მიჭამე, არ არსებობდა. მანამდე იყო რომ ისეთი ცხარე უბრალოდ ვერაფერს ვერ ვჭამდი რა. ცხარე კი არა და ის რაღაც ხიმიანი, ხო, მეც ეს ხიმი არ მომწონს ესეთი. თქვენი საყვარელი სამზარეულო? ჩემი იტალიური. ქართული. ჩემიც იაპონური მიყვარს ძალიან რაღაცა ბალანსირებული გემოა ძალიან და მიყვარს. სუში თუ იაპონური? არა, იაპონური. არა მარტო სუში. სუში რო გითხრას სიმართლე ეგრეც არ მიყვარს, როგორც სხვა დანარჩენი რაღაცა. სახელები არ მახსოვს უბრალოდ, მაგრამ აი ისინი უფრო მიყვარს რა. გავგიჟდი იმაზე, ვიეტნამურ სუპზე. ხო. რა გემრიელია რა, ჩაყვე. ყველაფერი როგორია, საერთოდ. ბევრი მსახიობი მყავდა უკვე. სტუმრად და უკვე შევიტყვე რომ სპექტაკლის წინ როგორც წესი არ მიირთმევენ. აი სპექტაკლის მერე რა ხდება? აი გადიხართ. საინტერესო ადგილებში. კი, ანუ გურმანი ადამიანისთვის ალბათ ძალიან ესეთი ის არის, რა ქვია, როგორ ვთქვა. დღესასწაულია რა. არა, ხო, ნუ მოიშორებ რაღაცა ტვირთს და დაამთავრებ, მერე შეგიძლია ამით დათქმე რა. ხო, მე ძალიან საინტერესოა სხვადასხვა სამზარეულოს ეს ძიების პროცესიც თვითონ და გემოების მაძიებელი. კი. იცი, აი კოლუმბიაში რო ვიყავით, ხო? შეიძლება დიდი ახ არაფერი არ ყოფილიყო, მაგრამ ნუ აი რაღაც ეს ხამონების და რაღაცების ეს ანუ fast food-ი აქვს, ოღონდ fresh fast food-ი აქვს ეს ხამონით და რაღაცებით გიკეთებენ. ოღონდ ხო, სენდვიჩი, ხო, მაგრამ სხვანაირად გეთება. fast food-ში არის ხამონი. ძალიან კარგია თქვენთან საუბარი და მინდა რომ კიდე ძალიან დიდხანს იყოთ ჩემთან და მაგრამ გესტუმრებით ხოლმე მინდა რომ გისურვოთ წარმატებები, ბევრი პროექტები, ანუ პროექტებში გულზე ბევრი სპექტაკლები, ფილმები, სერიალები და მინდა რომ ძალიან წარმატებულები იყოთ. ძალიან კაი იყო თქვენთან საუბარი, დიდი მადლობა. შენ ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი. ვიყავი შენთან და ძალიან მიხარია რომ ვიყავი აქ. მეც ვიხარია ძალიან და მედროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.